ეროვნული მუზეუმი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. სამხედრო თემატიკით დაინტერესებულ 35 წლამდე დოქტორანტებს და მაგისტრანტებს საუკუნეების მანძილზე დაცული უნიკალური ხელნაწერების საკუთარ კვლევებში გამოყენების შესაძლებლობა აქვს. სამხედრო ისტორიით დაინტერესებული ახალგაზრდები კვლევის პროცესში ჰონორარსაც მიიღებენ. ახალგაზრდა მკვლევარი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში არსებული სამხედრო ისტორიითაა დაინტერესებული. ამჯერად წიგნში დაცულ სამხედრო ნახაზებსა და ხელსაწყოების ნიმუშებს ეცნობა. სამხედრო თემატიკით დაინტერესებული დოქტორანტი კონკურსის შედეგის მოლოდინშია. მექნება ფინანსური ხელშეწყობა ჩემი პერიოდის სამხედრო ისტორიაზე მუშაობის დროს და ასევე გამარჯვების შემთხვევაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი მომცემ საშუალებას ვიმუშაო მის ფონდებში დაცულ მასალაზე სრულიად უფასოდ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდა სამხედრო თემატიკით დაინტერესებულ მკვლევარებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ისტორიულ მასალებს, რომლებიც პროექტის საშუალებით საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ჩვენი ინიციატივაა, რომ ახალგაზრდებს 35 წლამდე ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს შევუწყოთ ხელი იკვლიონ სამხედრო თემატიკაზე არსებული მასალები, რომელიც ამ დროისათვის უამრავია საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამხედრო ისტორიის კვლევა აქამდე შესაბამისი ინტენსივობით და მასშტაბებით არ ხდებოდა. საკვლევი მასალა კი საკმაოდ დიდია. კვლევების ჩატარება სამმართველობით აქვს მნიშვნელობა, რომ დავინახოთ მთლიანობაში ქვეყანამ თუ რა სამხედრო პოლიტიკური გზა გაიარა ჩვენი არსებობის პერიოდში. პროექტის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ორ მკვლევარს გამოავლენს. ისინი სასწავლო კვლევით ჰონორარს მიიღებენ და ერთი წლით თავდაცვის სამინისტროში დასაქმდებიან.